გავრცელებული ინფორმაციით ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ინიციატივის მიხედვით შესაძლოა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების სკოლასთან ერთად სკოლის საშუალო ნიშანი მასწავლებლის რეკომენდაციები თუ კლასგარეშე მუშაობა გაითვალისწინდეს. Ამ ინიციატივასთან დაკავშირებით აზრი გორში რიგით მოქალაქეებს ვკითხეთ, მათი ნაწილი ამბობს, რომ სკოლის საშუალო ნიშანი უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე გავლენას უნდა ახდენდეს, ხოლო ნაწილის აზრით ეროვნული გამოცდების დღევანდელი სისტემა უფრო ეფექტურია. კი, ისტორია, იმიტომ რომ ფულით არ უნდა ხდებოდეს რა ეს ყველაფერი სწავლის მხრივ უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა სკოლიდან იმდენ განათლებას უნდა მიიღებდეს ადამიანი, რომ შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ნიჭიერი და თანხების გამო უკან რჩება და ის ნიჭო კიდე სამწუხაროდ მაღლა მიდის და ასე ცუდია. ძალიან კარგი იქნება ეს ჩემ დროსაც ასე იყო ძალიან და წარჩინებით ვცდილობთ რომ წარჩინებული ატესტატი გქონოდეს ნამდვილად კარგი იქნება და ყველა ნასწავლი იქნება და ყველას ექნება ის განსაკუთრებული ადგილი ნიშნების მიხედვით, ცოდნის მიხედვით შესაფერისი ადგილი ექნება და კი ბატონო ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ პედაგოგი ვალდებულია, მე ესე ვთვლი რომ უკვე იმდენია ხელფასი რომ აბიტურიენტი სხვაგან არ უნდა მოემზადოს. ჩემი აზრი ესეთია და თქვენ უკვე და შეიძლება შემოვიდეს ესეთი კანონი, რომ სკოლის ნიშნების მიხედვით მოეწყოს სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში. რას ფიქრობთ ამასთან? დიახ, მართლა ეგრე უნდა იყოს. ეგ აუცილებელია, რომ ეგრე უნდა იყოს, დიახ. და რატო? იმიტომ რომ ხალხს არ აქვს საშუალება, რომ ის გადასახადი გადაიხადონ და ის ნიშნებით რო იქნება, მაინც შეღავათი ექნება იმ ბავშვს. ძალიან კარგია. ეგ ძალიან მომწონს, რომ ცოდნას გამოავლენს და ისე ფულებით რო ეწყობიან არ არიან სანდო ექიმები და ისინი და ეს სწავლა უნდა დაფასდეს ნამდვილად. უნდა გქონდეს თუ არა სკოლის ნიშნებს გავლენა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვაზე თუ პირიქით როგორც ახლა არის ეროვნული გამოცდების სახით ასე უნდა ვარდებოდეს უმაღლესში. როგორც ახლა არის, ჩემი აზრით ეგრე უნდა იყოს.